ამან ბოლოს რო ესე თქვა, პიატიში უკვე ჩატანილი ქონდა, ხო ტაქსისთან? ბიჭო, აკრები მოიცა. ბიჭო, რამაზამ შემოთავაზა თავისი ერთ-ერთი ბიზნესის დირექტორობა. მე რა ბიზნესის? ამ რაღაცა ტექნიკა ყავთ რა, ტრაქტორები და რაღაცები. Ულთან გზების დაგების პონჩი და მშენებლობის პონჩი აქირავებენ რა. მან დიდი მაყუთის ამბავია, ხო? კი, ფულის აკაიფოთ არა. მე შევაუთხე რამაზას. მოთხარ რომ ცოტა ხანი მაცადე რა რამაზ რა ჩემ თავში უნდა გავერკვიო და რაღაცები, ხო? მაცადე რა მათქმევინე რა ერთი წამით რა. ამ თქვენზეც მელაპარაკა და მითხრა რომ ბიჭები ჩავთოთ საქმეში. მერე? არ ვიცი რა, ცოტა სხვა სიტუაციაა მან რა. ანუ მაგ საქმის კეთება ფულის პონჩი არ მინდა. ხოშ მე მინდა რომ ჩვენ პონჩი ვიჩალიჩოთ რაღაც. მაგრამ რა მარა თქვი რა. კაროჩე რა, არ მინდა რომ რამაზასთან ერთად გავაკეთო ეგ საქმე რა. უბრალოდ არ მინდა რომ რამაზა იყოს ჩვენი დირექტორი რა. შენ ბიჭო შიხო არა. ბიჭო, მართლა რეებს ბაზრო. აუ, კაროჩე რა თქვენ არ გესმით ეხა მე რასაც ბაზრობ რა. ანუ რამაზასთან ერთად საქმის კეთება არ მინდა ძმაო რა. ეხლა მომისმინე. ვაფშე არაფერ შუაში არ არის, აქ შენი და რამაზას ადნაშენია რა. მე გეტყვი რა, როგორ და რანაირად უნდა გააკეთო. ხო გეუბნება რომ ეს ბიზნესი დაიწყეო. ხო და შენს დაიწყე რა შეჩემა რა. ბიჭო, მეც მაგას ვამბობ, რომ მე მინდა რომ ამ ჩვენ პონჩი გავაკეთოთ რაღაც, ხვდები? ხო და ჩვენ პონჩი როგორ უნდა იჩალიჩო, ბიჭო, თუ თავიდან რაღაცით არ დაიწყე, რამაზას უნდა გამოართვა ფული და იმით უნდა დაიწყო, ხო? მე ვისი ბიზნესი გამოდის ეს? რამაზასი არ გამოდის? მართავს გეუბნება ძმობას ფისავა რა. არ არის ხელიდან გასაშვები. აუ, არ ვიცი რა დატო რა, ვნახოთ რა. რა ვნახოთ, ბიჭო? კაროჩე, ეგ ბიზნესი უნდა დავითრიოთ რა. იქ საჭირო ხალხს გავიცნობთ, ჩვენ თონათ რაღაცებს მივიქექებით, აზზე მოვალთ, მაყუთ შევაგროვებთ და მე უკვე ჩვენთან მოვხოდავთ რა, ჩვენს ეს ამ ბარს გავხსნით ან რაღაც ავიძენიას ან რაღაცას ვიზავთ რა. შეჩემა ვაფშე აღარ გჭირდება მე რამაზა რა, ნუ თავიდან პროსტა რომ ხელი შეგვიწყოს და всё, ჩვენთან გავკაჩავთ. მოთა როდემდე უნდა იყო მაგის ფულზეტო? მე მგონი კაი თემაა. ასნია, თან ჩვენ ცოტას რაღაცა ფულს გვაშოვნინებ რა. აი, გარშ დაველაპარაკები რა. იასნი, აბა რა. რაც არიცი. ვერ ხვდები რატო არ გინდა? ბარსელონასთან ის ვაყურებ, ხო იცი, ან წააგებენ, ან მიიღებენ. აი, რა გჭირთ რა ბარსა და რა ლაიუ. ჭიჭო არ მესმის, პროსტა სამჯერ ერთი და იგივე უნდა მოусვენო. ხო და წარმოგიდა მეკითხები. უნდა მიშველო. მე? ხო. ბაზარი არა, რა ხდება? ჩემმა უფროსმა დამაბარა რაღაც კლიპის გადაღება და უნდა დამეხმარო. რა კლიპია? რაღაც ეკოლოგიაზე. მინდა რომ კაი გამოვიდეს რაღაც მეტი გახმაურებული რა. ჯერ დუმა რეაქცია ეხა ხმაურიანი კლიპის, აუ, ეგრე უნდა უბალიშკო დედაბუნებას, მაო. მოკლედ სცენარი გვაქვს. პროსტა მე მონტაჟიდან დაწყებული რეჟისორის დამთავრებული ყველა მე უნდა მოვწერნო და შენი რეჟისორის ნომერი გაქვს, შენი რეკლამავიც გადაიღო. აი, საიდან უნდა მქონდეს რაღაც ორწამიანი რეკლამა იყო. მაგის მე რეჟისორები კი არ გიძმაკაცდები. ბიჭო, იმას რო დაურეკოთ, ის გოგორო იყო იქ რა, ის შემდეგი სახელი გვარია, სტანი გოგორო. ბიჭო, მაგის ნომერი კი მაქვს. აუ, მიდი რა გამერკვია შენ და თუ გეზარება მე დაურეკავ. არა, რატომ ეზარება? კაი, მივწერ და გავიგე. კაია. აუ, სცენარი წამაკითხა რა. იცი რა, არაფერი არ არის ისეთი. მწვანე ფოზე უნდა გადავიღო, პროსტა გოგო და ბიჭი რა. მსახიობი ყავს? არა, ეგეს უნდა უშაო. რა თუნდა შოვნა, აგი? ბიჭო, კაია ისე. ითამაშებ თაკოს კლიპში. მე? მიდი და ბიუჯეტსაც დავზოგავ. და იმ გოგოსაც უთხრათ რა, შენთან ერთად რა ვიყო რეკლამაში. თასა кайფო წყვილია და რა. აუ, შენ მაჭანყობა როდიდან დაიწყა? ძალიან კაი იდეა ისე, იცი? მაგ გოგოს ნომერი გაქვს ისე? არ მაქვს, მაგრამ გავიგებ და მეგრე ერთად მოგწერა რეჟისორის ნომერი. კაია, ყველაფერი მომოგვარა. ხო და წავიდეთ დღეს ლაივზე. კაი რა ლაივზე, იცი რამდენი საქმე, მაგ უნდა გამოვყო საყიდლებზე. აი ხო, წამ. მადლობა ბიჭებო, იცი ძალიან გამეხმარეთ. აი, და შეს მომეშთაც მოგწერ რა. კარგად. ე რა გჭირ შენ კიდე გაყოლები ამ ლაივზე. ხა თავი უნდა შემოირიგო. მე ძალიან მინდა, მაგრამ არ მაქვს შეჩემა ფული და საიდან მიჩალიჩო. და იყიდე. შეიძლება? მოდი. მაშინ ვერ ვნახე. თუ ძალიან დავაბარებ მაქვს.
კი, ძალიან. აბა, ყველაფერი ფიქრე იმ საქმეს. მაგაზე მინდა გელაპარაკო. მინდის. უბრალოდ ბევრი ვიფიქრე. ბიჭებსაც უთხარი, მოეწონათ იდეა. ალო. ხო, მოკლედ მითხარი. მაგათ უფრო ჭირდებათ ეს საქმე ვიდრე ჩვენ. ო დაელაპარაკე, რაც გითხარი, ისე გააკეთე. თუ არ წამოვენ დათმობაზე, მე დაველაპარაკები. კარგი, გაარტვე და დამერეკე. ხო, აბა გისმენ. უბრალოდ გადავწყვიტე დავიწყო მუშაობა. ძალიან კარგი. გამახარე. მოკლედ შენი გვერდში დგომა ძალიან მჭირდება ახლა. მოხედავ, კოკა არ ჩამოდის, ანი პატარაა. მოკლედ შენი იმედი მაქვს, გიორგი. ო, ბიჭებსაც ძალიან მოეწონათ იდეა. ნახოთ რა. გარანტიას გაძლებ, თუ შენ ამ საქმეს ხელს მოგიდებ, ყველაფერი კარგად იქნება. გამართელია ჯერ თავიდან პირველი საქმეები, მაგრამ მერე უფრო ბევრი და კარგი საქმეები წამოვა. მოკლედ არინანდი და. ხო, ეხლა თავიდან მე სყოფმა გამოცდილების ამბავში. მაგრამ ეხლა კაცმა რაღაც უნდა დაიწყო. მაგაზე შენ ნერვიული. ნახოთ დაგეხმარება, მეც თუ დაგჭირდები. მოკლედ ბიჭებიც გვერდით ყავს რა. და როდიდან შეგვიძლია დაწყება? შეგიძლია ხვალიდან. და დირექტორი მე ვიქნები. კი ბატონო. დირექტორიც შენ იქნები და გადაწყვეტილების მიმღები პირიც. კარგი, დაველაპარაკებით ბიჭებს და მივალთ ხოლ. კარგი, აბა მე შეხვედრაზე მივდივარ.